Veni locit karga. Veni locit. Გვაქვს კონტაქტი სულ გვაქვს ვენოს მიდესობა და აი ისე ვართ შეგლებილი, აი ნამდვილად თქვენ რო გაგიხარდებათ ვენოს მიდესობა. ჩვენ შორის ძალიან ძნული სიყვარული არის რაღაცნაირი. კი უნდა წარმოაჩინო, რომ რაღაცა ვითომ, მაგრამ რა ნებისმიერია, იცით რომ როგორი მჭიდროდ და როგორი დავარცხო. Sapıcı trapezi yarıştı. Მოესწრებით ტრაპეზს. იყავით შეფერილი. მთელი ტაძარი სავსე იყო. საკვირაო სკოლებიდან იყვნენ 130 საკვირაო სკოლის ბავშვები, მშობლები, სამდელოება, მასწავლებლები. და შესანიშნავი მსახურება ჩატარდა. გვინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენ უწმინდესობაო. ჩვენი გულები სიხარულით არის სავსე, აი მე ყოველთვის არის განსაკუთრებულად ჩანს თქვენი ღვაწლი, თქვენი სიყვარული. როგორ გადაარჩინეთ თქვენ ფაქტიურად ეკლესია ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თქვენი მოწამებრივი ღვაწლით აღორძინდა და გაძლიერდა. და ჩვენ ვამაყობთ თქვენ უწმინდესობა, აი ჩვენ ვყევხართ ასეთი ძვირფასი და საოცარი, ძენი, სულიერი, მოსიყვარულე, მომთმენი, შორს მჭრეტელი და ყოველმხრივი ღვაწლი გქონდათ და გაქვთ. აი დღეს აღნიშნეთ, რომ თქვენი მარტო ყოფნა, თქვენი ლოცვა, როგორც გძანდებით, თქვენი ფიქრი ეს წარმართავს დღეს საქართველოს ცხოვრებას და საქართველოს სულიერ ცხოვრებას. კეთს ვიხდით და მადლობას გითხრით ყველაფერს. ძალიან გვიყვარხართ და ძალიან მადლობა. მე მინდა შემოგთავაზო თქვენ უწმინდესობა იმ ადამიანების სადგილო, ვინც 1977 წლის 23 დეკემბერს თქვენ გამოგირჩიათ და მიიღო მონაწილეობა თქვენს კურთხევაში. მერტო ყველანი დაალოცოს პირველ რიგში მღვდელმთავრები, სამღვდელოება და ერი. ეს იყო საოცარი დღე, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა, ისე ნებში არ ჩავარდებოდა, იქ იყო ჩვენ ვიცით რომ იყო ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, შეზღუდვა, ვინ უნდა შესულიყო, მაგრამ ვეღარ გააჩერეს მთელი ჩვენთან გაივსო მოსახლეობით. ეს იყო გაცდა იმისა, რომ იწყება ახალი ერა. ეს იყო რაღაც ეროვნული ინტუიცია. ერმა იგრძნო რაღაცა დიდი ხდება და დიდი მოლოდინი ჰქონდა. ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა. მე ასდა იყო რომ საქართველოს უკვე თავისუფალია. საქართველოს თავისუფლება ახლოს არის. და იმასაც ვიტყვი თქვენ უწმინდესობა, რომ როდესაც ესე იგი თქვენ მოგზავნით, აი მაშინ გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა და მთელი ეროვნული მოძრაობა დაეფუძნა თქვენს ლოცვას და თქვენი იყავით მისის თავშესაფარი. უწმინდესობა, მე შესაძლებელი შემთხვევით და გილოცავ თქვენი ესეთი ლოცვითა და შრომით იმ მნიშვნელოვან სამგალოვო ტრადიციის აღდგენას ქართულ ეკლესიაში, რომელიც არის სახე ჩვენი წინაპრებისა და მიზანი ჩვენი მომავალი თაობის სულიერი აზრდისა. რო არა თქვენი, აი მე მახსოვს დავით გარეჩი, როცა რომ სტუმრად ჩამოდიოდით და ალბათ ყველგან სადაც კი მიდიოდით, მრევლით დახურებოდათ, იშლებოდა ტრაპეზი და აუცილებლად გუნდი ღეროდა და გააუდა ქართულ სიმღერას და ქართულ საგალობლს. და აი მე პირადად ესე ვარ, რომ სუფრასთან ტრაპეზის დროს სიმღერა და გალობა ეს გახდა სისხლოწეული თქვენი ესეთი მაგალითის მიბაძვის შემდეგ. და ის სამგალობლო უმაღლესი სასწავლებლები, მგალობელთა გუნდები, სემინარიის გუნდი, რომელიც გალობს თქვენთან, არის თქვენი ლოცვით გამოთხოვილი ღვთისაგან და ამ ეკლესიას, ამ საფუძვლისა
თქვენი მოსაკუთრებით ღერძობა უწევია. გილოცავთ და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. მინდა მოგილოცოთ 35 წელი ჯავახეთში ღვთისმსახურების აღდგენის, რომელიც თქვენ სახელთან არის დაკავშირებული. ეს არის საოცარი ზეიმი, საოცარი დღესასწაული. თქვენ იცით ისედაც, მაგრამ აი თვალით რომ გადახედოთ დღეს რა ხდება ჯავახეთში, როგორი სიმრავლე არის ქართველების, როგორი იხსნება სულ ახალი და ახალი სამუშაო ადგილები, სასწავლებლები, როგორ ქართულად იწყებს ლაპარაკს სომეხი მოსახლეობას, ქართულ სკოლაში ძალიან ბევრი სომეხი ბავშვი მოიყვანეს, რომ ქართული ისწავლონ და საერთოდ ეს ყველა სოფელში ღვთისმსახურება აღასრულება. ეს არის დიდი ზეიმი და ეს არის თქვენ სახელთან დაკავშირებული თქვენი პირველი მოგზაურობა 1988 წელს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა და ინტერნეტში გადაღებული ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე ჩვენი ეპარქიის თანხმობით გაძლიერება, ჩამოყალიბება და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის თქვენ უწმიდესობაო, როდესაც ჯერ კიდე კომუნისტების დროს, რაც ეხლა შეიძლება თანამედროვე ადამიანი ვერ გაიგოს კარგად ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ბოგაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. და აქედან დაიწყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას ქართული სიტყვის ხადაგება, მაშინ როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველა იყო თითქმის დაკარგული ქართველებისათვის. ძალიან დიდი მადლობა ღმერთმა ძალა მოგცეთ და გაგაძლიეროთ თქვენ უწმიდეს. კოკაში რო შეიძლება უსმენდეს.
გახვეწებიან იყიდეს საფრები. ჩავწერე. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დღევანდელ თარიღს თქვენი ეპარქიის ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ბევრის სახელით ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან და გვეუბნებოდა გადაეცით პატრიარქს ჩვენი სიყვარული და მოგითხრა. აი ასე გვაბარებდნენ, აი ცალკე ადამიანები მოდიოდნენ და გვაბარებდნენ, რომ თქვენთვის გადმოგვეცა მათი დიდი სიყვარული და მოგითხრა. და აი მათი ლოცვა თქვენთან უნდესობა უცხოეთში აღევლინება თქვენთვის და თქვენი ლოცვა კიდევ იქ მათი ფარავს და ამით ჯერათ და წამს და იმედით არიან. გილოცავ თქვენ მოწვდესობა. ჩვენ კიდე თქვენთან ვართ თქვენთან ვართ თქვენთან და ყოველსა დღესა ვიდრე ამის სულადმესობის. თქვენო უწმინდესობა დავლოცეთ წმინდა გავგადნიერდეთ თქვენს წინაშე და ჩვენი სამგელოების სახელით ჩვენი მოწვრების, დედების, მამების, ფერმონაზრების, მორჩილების და საპატრიარქოს თანამშრომლების თქვენი ადმინისტრაციის სახელით ვინდა მოგილოცოთ აღსაყრების 47 წლის თავი. ჩვენ ძალიან გვიამაყება ის მრავალწლიანი ურთიერთობა თქვენთან, რომელიც თქვენს
ფრთებქვეშ გავატარეთ და ფიქრობთ და მოხარული ვიქნებით, თუ ეს სიხარული კიდევ უფრო გახანგრძლივდება და ამისი წყარო არის თქვენი ჯანმრთელობა, დიდხან სიცოცხლე, რომ მრავალი წელი ვისმენდეთ თქვენს სიტყვას, თქვენს ერთ რჩევას, ერთ დარიგებასაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიდი ქრისტეს მიერი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და მადლობას გეუბნებით იმისათვის, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთებთ და კიდევ მრავალი წელი ველოდებით ჩვენ თქვენგან ამას. დაგლოცეთ თქვენ უწმინდესობო, ღმერთმა მრავალი წელი, მრავალჟამიერი მოგცეთ. გვაგურთით. Yeah.